სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაგრძელებთ კითხვა-სწავლას ფსალმუნი 60-მერვე და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მაცხოვნე მე ღმერთო რამე თუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. ბასილი დიდი ამბობს, გამარტავს, რომ დავითი, ესე იგი, განსასწელშია, იგულისხმება, ვიცით ხო, დავით მეფსალმუნე, დავით მეფე. თითქოს წყალი სულამდე წვდება, ხო? და ბასილი ამბობს, ასევე ეს ჩვენი გაჭირვების სიმბოლოა, მეგობრებო, რომ როცა მხოლოდ ღმერთს ვეხვეწებით ხსნისთვის. მეორე მუხლი. დავით მე უყსა უფსკრულისასა და არაარს დათფენაი მოვედ მე სიყრმესა სხვისასა და მოგცევამან დანთქვა მე. ეხლა ნახოთ იოანე ოქროპირის გამარტება, ნახეთ როგორ საინტერესოა, ამბობს რომ გამარტავს რომ ღრმა უსკრულში ჩაძირვა განსასწელის სიმძიმეს გამოხატავს. ასევე ის გვარწმუნებს, რომ ღმერთი ყოველთვის გვიხსნის თუ მას მიმართავთ. მესამე მუხლი. დავუშვერი მე ღაღადებითა და დამხდა ხმაი ჩემი მოაკლდა თვალთა ჩემთა სასოებით აღმრთისა მიმართ ჩემისა. დავითი დაღლილია, მაგრამ ეს თეოფილაკტე ბულგარელის გამარტება, დავითი დაღლილია, მაგრამ ღმერთის იმედს არ კარგავს და თეოფილაკტე ბულგარელი ამბობს, რომ ეს გვასწავლის, რომ განსასწელშიც გულით უნდა ვილოცოთ. შემდეგი მეოთხე მუხლი. გამრავლდეს უფრო ის თმათა თავისა ჩემისათა მოძულნი ჩემნი ცუდად განძლიერდეს მდევარნი ჩემი მტერნი ჩემნი სიცრუვი და რაი იგია არა მეტასა მაშინ მიუძღებთ. მტრები უსამართლოდ დევნიან დავითს და ბასილი გვარწმუნებს, რომ ღმერთი ხედავს უსამართლობას და სამართლიანად განსჯის. შემდეგი მუხლი მეხუთე. ღმერთო შენ უწყი უგუნურებაი ჩემი და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. იოანე ოქროპირი. დავითი ღიად აღიარებს თავის ცოდვებს და ოქროპირი ასევე ამბობს, რომ გულწრფელი მონანიება, გულწრფელი მეგობრებო, მონანიება ღმერთის წყალობას იზიდავს. როგორი სიტყვებია, ხო? შემდეგი. ნურცხვენებინ ჩემდამო რომელთა დაგითმონ შენ უფალო ძალთაო ნუცა კდემებინ ჩემ ძლით რომანი გეძიებენ შენ ღმერთო ისრაელისაო გამარტე. ესე იგი, აი ნახეთ, დავითი თხოვს, რომ მისი განსასწელი და ესე იგი განსასწელი არ გახდეს სხვებისთვის ცდუნება, ხო? თეოფილაკტე ბულგარელი ასევე გვასწავლის, რომ ჩვენი საქმე სხვების რწმენას უნდა აძლიერებდეს, ხო, ჩვენ, ესე იგი არა პირი და ენი და ესე იგი ბაგეებით, არამედ საქმით უნდა დავანახოთ, ესე იგი ჩვენი რწმენა, ჩვენ თავს დაუმტკიცოთ პირველ რიგში და ესე როგორც იოანე წმინდა წერილში წერია, რომ საქმე ბოდიში რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. პირდაპირ ასე წერია, ხო, ეპისტოლეში. შემდეგი მეშვიდე მუხლი. რამე თუ შენთვის დავითბინე ყვედრებაი და დაფარა სიცხვილმან პირი ჩემი. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს, რომ დავითი ღმერთის გამო იტანს დამცირებას და ასევე იგი ამბობს, რომ ღვთის ერთგულება ზოგჯერ განსასწელს მოითხოვს, მაგრამ ის ღირსია. შემდეგი მერვე მუხლი. უცხო ვექმენ მე და მე ძმათა ჩემთა და სტუმარ ძეთა დედისა ჩემისათა. ესე იგი ღვთის გამო დავითი ოჯახისთვისაც კი ესე იგი გაუცხოებულია და იოანე ოქროპირი გვარწმუნებს, რომ ღვთის გზა ზოგჯერ მარტოობას გულისხმობს.
მეცხრე რამე თუ შურმან სახლისა შენისამა შემჭამა მე და ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა თეოფანე ბულგარელი თეოფილაქტე ბულგარელი გამარტავს რომ დავითი ღმერთის ღვთის ერთგულებით იწვის და ესე იგი რის გამოც მას ყვედრებენ რომ ესე იგი ეს მეგობრებო ნახეთ ანუ ეს ქრისტეს მინიშნებაა ხო ქრისტეზე ხო რომელიც ქრისტეს თქო ესე იგი რომელიც ღმერთისთვის განიცდიდა აი ესეთი შედარება ხო ნუ სიმბოლურად ესე იგი მოასწავებს ესე ვთქვათ შემდეგი მეათე მუხლი და დავიფარე მარხვითა სული ჩემი და იქმნა იგი ჩემდა საყვედრელ ანუ მარხვა დავითისთვის სულიერი ძალის წყაროა მაგრამ მტრები ამასაც ყვედრებენ ბასილი გვასწავლის მეგობრებო რომ მარხვა ღმერთთან გვაახლოვებს როგორც სიმდაბლე სიყვარული მორჩილება მოწყალება ზიარება აღსარება კეთილი საქმეები რა თქმა უნდა შემდეგ მეგობრებო ეს შეგახსენებთ ეს ფსალმური 68 და ბაგძელებთ მე-11 მუხლიდან ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვუქმენი მათ იგავ ჩემთვის რახვიდეს რომანი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს რომანი სუმიდეს ღვინოსა მე-12 მუხლი ნახეთ თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს რომ მტრები დავითს დასცინიან და აბუჩად იგდებენ ხო მაგრამ მართალი ხშირად განესტის უსამართლო ყვედრებას შემდეგი ხოლო მე ვილოცევთ შენ და მიუფალო ჟამსა შეწყნარებისასა ღმერთო სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა ესე იგი ბასილი დიდი ამბობს რომ განსაცდელში დავითი ლოცვას განაგრძობს და ასევე ღვთის წყალობა ყოველთვის ისმენს გულწრფელ ლოცვას მეგობრებო შემდეგი მიხსენ მე თიხისაგან რაითა არა დავინთქა განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა დავითი თხოვს გადარჩეს განსასწელის თიხისგან და უფრო პირი გვარწმუნებს რომ ასე ღმერთი ყოველთვის გვიხსნის გაჭირვებიდან შემდეგი ნუ დამთქამნ მე მორევი წყალთა ინუცა შთამთქამ მე უბსკრული ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირისა მისისა თეოფილაქტე ბულგარელის გამარტება ასეთია რომ დავითი ევედრება რომ განსასწელის ესე იგი მურევმა ან შთანთქას და ამბობს რომ ეს ჩვენი რწმენის გამოცდა არის მე-16 მუხლი მეგობრებო ისმინე ჩემი უფალო რამე თუ ტკბილა არს წყალობა ის შენი მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემზე და ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთის წყალობა ტკბილია ამიტომ დავითი მას ევედრება ასევე გვასწავლის ბასილი დიდი რომ ღვთის სიყვარული ჩვენი იმედია შემდეგი მე-17 ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან რამე თუ მჭირს მე მსთვად შეგესემინ ჩემი მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიიხსენ მე რამე თუ შენ უწყი ყვედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი შენ წინაში არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი ეს არის მე-19 მუხლის გამარტება ბასილი დიდის ესე იგი ღმერთი ყველაფერს ხედავს მეგობრებო რა თქმა უნდა მათ შორის დავითის ტანჯვას ხო და ბასილი დიდი ამბობს რომ ღვთის ცოდნა ხო ღმერთის ცოდნა ჩვენი ნუგეშია შემდეგი მე-20 მუხლი ყვედრებაი დაითბინა სულმან ჩემან და გლახაკობაი და
ველოდემე თანა მჭუარსა და არა იყო ნუ და ნუ გეშინის მცემელსა და არა პოვე იოანე ოქროპირი დავითი მარტოა თავის გაჭირვებაში და ესე იგი ღმერთი ჩვენი ერთადერთი ნამდვილი ნუგეშია იმედი და ესე იგი წყარო ნამდვილად ცხოვრებისა და სიცოცხლე როგორც თვითუფალი ამბობს განსახარებაში მე ვარ აღდგომა მე ვარ სიცოცხლე შემდეგ 21 მუხლი და მცეს მე საჭმელად ჩემ და ნავრღელი და წყურილსა ჩემს და მასვეს მე ძმარი ესე იგი ეს მიუთითებს ქრისტეს ჯვარზე მეგობრებო აი ჯვარზე განცდილ ტანჯვაზე ხო და ესე იგი ეს გვაჩვენებს ასევე ღმერთის ერთგულთა გაჭირვებას იქმენინ ტაბლა იმათი მათ წინაშე საფრთხე და მისაგებელ და საცდურ მტრების ცხრილი მათივე ხაფანგი გახდება და ესე იგი ღმერთი სამართლიანად განსჯის ბოროტ მოქმედებს შემდეგი 23 მუხლი დაუბნელდნენ თვალნი მათნი რაითა არა ხედვიდნენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე მტრები სულიერად დაბრმავდებიან და უფრო პირი ესე იგი ამბობს ეს რომ ესე იგი მათი სულიერი სისუსტის სიმბოლოა მიფინე მათ ზედა რისხვაი შენი და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ იყამ სამკვიდრებელი მათი ოხერ და საყოფელთა მათთან უიყოფინ მკვიდრი ანუ ბოროტ მოქმედთა სახლები გაპარტახდება და ესე იგი ის ცოდვის შედეგია ხო რომელიც განადგურებას მოაქვს 26 მუხლი რამე თუ რომელი შენ დაეც მათ დევნეს იგი და სალმობასაც ყულთა ჩემთასა შეზძინეს მტრები ღმერთის მსახურს კიდევ უფრო ავნებენ და ესე იგი უფრო პირი გვარწმუნებს რომ ღმერთი ხედავს ეს ამ უსამართლობას და შეზძინა რომ უსჯულოებაი ესე იგი შეზძინა უსჯულოებაი უსჯულოებასა მათსა ნახეთ ეს არის ხო 27 მუხლიან და ნახეთ ეს შეზძინე უსჯულოებასა მათსა ზედა და ნუ შევლენად იგინის სიმართლესა შენსა ანუ ნახეთ ბოროტ მოქმედები თავის ცოდვებში ჯიუტად რჩებიან და თეოფილაკე ბულგარელი გვარცხლებს ცოდვა ღვთის სიმართლისგან გვაშორებს ნამდვილად და მის უნდა გვეშინოდეს და არა რაღაც ბოროტი აზრები შიშების და რომელიც გვეხვევა თავს აზრები და ამაზე ვფიქრობთ და სხვადასხვა არღზე მაქვს მე და შეგიძლიათ მოусმინოთ შიშები, პანიკური შიშები, ესე იგი აზრები და დეპრესია და ესე იგი შფოთები და ასე შემდეგ. კარგით, გავაგრძელოთ, შეგახსენებთ ჩვენ ეს არის ფსალმური 62 და ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას 28 მუხლიდან. აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და მართალთა თანანუ დაეწერებიან. ანუ ბოროტ მოქმედები ღმერთის ცხოველთა წიგნიდან ამოიხოცებიან და ბასილი დიდი ამბობს რომ მხოლოდ მართლები იმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს უგაცრავად. გლახაკ და დავრდომილ ვარიმე ღმერთო მაცხოვრებაი შენი შემეწიენ მე დავითი თავს გაჭირვებულად გზნობს მაგრამ ღვთის ღმერთს ენდობა და ივანე ოქროპირი გვარწმუნებს რომ ღმერთი გაჭირვებულთა მხსნელია და ჩვენს მეგობრებო როდესაც გვაქვს ცხოვრება არის ხო ზოგჯერ ასია ზოგჯერ ისია ხო ესე გაჭირვება არის პრობლემები არის რაღაც სიტუაციები ხო და ჩვენ უნდა მიმართოთ და დავრჩეთ ერთგულნი ქრისტეს მიმართ და ზუსტად აქ გამოჩნდება ჩვენი რწმენა და უნდა მხოლოდ მას მიმართოთ თხოვნით ის მუდამ არის მზად რომ დაგვეხმაროთ ჩვენ და მოგვისმეს როგორც მოსიყვარულე მამა
შემდეგი 30. ვაქებდე სახელს აღმრთისა ჩემისასა, გალობითა და განვადიდო იგი ქებითა და სათნო ეყოს ღმერთსა უფრო ის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონეთ რქანი და ჭლიკნი. ანუ გულწრფელი ქება ღმერთისთვის ეს არის მსხვერპლზე ძვირფასია, ხო? და ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ჩვენი გული ღმერთისთვის საუკეთესო ძღვენია. იხილონ გლახაკთა და იხარებდნენ, გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი. ანუ ივანე ოქროპის გამარტება ასეთია, რომ გაჭირვებულები ღმერთის, ესე იგი, ღვთის ხსნით ხარობენ და ივანე ოქროპირი ასევე ამბობს, რომ ღმერთის ღვთის ძიებას, სულს ცხოვრებას ანიჭებს, ხო და ჩვენც მეგობრებო მუდმივად უნდა ვიყოთ ღვთის ძიებაში, სწრაფო უნდა გქონდეს ქრისტეს მიმართ, ღვთის მიმართ და ესე იგი არ უნდა გავჩერდეთ ერთ ადგილას და დაკვაყოფილდეთ რაღაც ჩვენი ესე ვთქვათ სულიერი კეთილდღეობი და აი ესე იგი რომ თითქოს და რაღაცას მივაღწიეთ და არა მეგობრებო სულ უნდა ვიყურებოდეთ წინ და სწრაფო უნდა გქონდეს მუდმივ ძიებაში უნდა ვიყოთ და ესე იგი ეს არის მოდივ სინანული უნდა გქონდეს. იხილონ გლახაკთა და იხარებდნენ, გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი. ნუ გაჭირვებულები ღვთის ხსნას ხო ეს ჩვენ ვისაუბრეთ, ხო 33 მუხლიდან ვაგრძელებთ, ეს უკვე წავიკითხეთ ჩვენ. 32 და ეხლა 33 მეგობრებო, რამე თუ ესმა დავდომილთა იუფალსა და ყრობილნი მისნი არ შეურაცხყვნა. ესე იგი ღმერთი ისმის გაჭირვებულებს და ესე იგი ესე იგი არ ტოვებს მათ, ხო, გაჭირვებულებს და ასევე გვარწმუნებს თეოფილაკდე ბულგარელი, რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს თავის ერთგულებზე. შემდეგი მეგობრებო 34 და ვამთავრებთ, სულ არის 36. აკებდით მას ცანი და ქვეყანაი, ზღვაი და ყოველი რაი ვალს მასშინა, რამე თუ ღმერთმა იხსნეს სიონი და აღეშენენ ქალაქნი ჰურიასტანისანი და დაეშენენ მუნ და დაიმკვიდრონ იგინი. ღმერთი იცავს თავის ერს და აღადგენს სიონს და ესე იგი ივანე ოქროპირი ასევე ამბობს, რომ ეს ეკლესიის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა. და ბოლო მუხლი მეგობრებო 36 მუხლი ჩვენ ვკითხულობთ და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი და რომ მან უყვარ სახელი შენი დაიმკვიდრონ მას შინა. ანუ ღვთის ერთგულები დაემკვიდრებენ მის სასუფეველს და თეოფილაკტე გვარწმუნებს, რომ ღვთის მოყვარულთა მემკვიდრეობა არის მარადიული. ღმერთმა შეგიწიროთ, წაიკითხეთ ფსალმუნები ყოველდილით, შუადღეს გნებავთ სახლში, გნებავთ სამსახურში, მანქანაში, ტრანსპორტში და დიდესი მადლია და ღმერთმა გაგაზლიეროთ და გაგახაროთ. დიდი მადლობა.